რა არის ის ერთი საერთო თვისება, რაც ყველა ონლაინ მილიონერს აერთიანებს. ახლა მურჩი YouTube-ზე ერთი ვიდეოს ყურებას, სადაც 18 წლის ბავშვი ბიჭუნა შოულობს თვეში $1 მილიონ და საერთოდ არ გამიკვირდა, იმიტომ რომ ეს ყველას შეუძლია მანამდე სანამ ეს არის მათი რეალობა. მიხვდი ხო რას გულისხმობ და არა მხოლოდ ამ 18 წლის ბიჭუნას შეუძლია იყოს ასეთ რეალობაში, არამედ ყველას მანამდე სანამ ეს იქნება მათი რეალობა. ანუ კი, ამ სიაში შენც და მეც შევდივართ. ინგლისურად ამას ქვია delusional reality, ანუ ილუზიური რეალობა, როცა ატყუებ ფსიქიკას და აშენებ ისეთ რეალობას, რომელიც გაწყობს შენ. 7 წლის წინ, როცა თვეში 400 ლარს გამოვიმუშავებდი და ახლა როცა გამოვიმუშავებ თვეში 30,000-დან 50,000 ლარამდე, ამ წლების მანძილზე ზუსტად ფსიქიკის მოტყუება ვისწავლე. და რატომ არა? ეს ხომ არ გავნებს. პირიქით, პოზიტიური ილუზიაში ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ გაგამდიდრებს. თუ არ იცი ფსიქიკის მოტყუების გზები, შესაძლოა ცხოვრებაში ვერასდროს გარღვიო გარკვეული ფინანსური ჭერი. იმიტომ რომ გარემოცვისგან მუდმივად გესმის, რომ ფული ბოროტება, გაყიდვა ტეხავს, თუ ცოდნას ყიდი, ესე იგი ინფოციგანი ხარ, ვაჭარი ხარ, მხოლოდ ფულზე ფიქრობ და გარემოცვაში, სადაც ასეთი აზროვნება, რა თქმა უნდა, ჩვენც ხვდებით მათი ნაწილი. ჩვენც გამოვიმუშავეთ მათნაირად და არ გვაქვს ამის გამო საკმარისი შემოსავალი. გაინტერესებს კიდე ერთი საიდუმლო. ეს გარემოცვა არ იხდის შენს გადასახადებს. ეს გარემოცვა არ იზიარებს შენს დიდებულ იდეებს. ამ გარემოცვას არ უნდა ის ამბიციური შემოსავალი, რომელიც გინდა შენ. შეუძლებელია მსგავს გარემოცვაში გარღვიო ეს ღარიბული აზროვნება, რომელიც უნდა გაიღო და მოისროლო რაც შეიძლება შორს. დაიმახსოვრე საოცნებო შედეგი, რომელსაც ისახავ 31 დეკემბერს ყოველწლიურად და ყოველ წელს ვერანაირად ვერ აღწევა მიზანს, მოდის შენი ინფორმაციული ველიდან. ინფორმაციული ველი არის ის, რასაც ისმენ, რასაც უყურებ, რასაც კითხულობ და ყველაზე მნიშვნელოვანი, ვისთან ერთადაც ხარ. საოცნებო შედეგი მოდის იმ ინფორმაციიდან, რომელსაც ტვირთავ გონებაში. თუ გსურს ისწავლო, როგორ შეგიძლია შენი საკუთარი ცოდნა გახადო მომგებიან ონლაინ ბიზნესად და გამოიმუშავებდე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ინდივიდუალური კონსულტაციისთვის დაწერე კომენტარებში სიტყვა დიაგნოსტიკა.